გამარჯობა ჩემო ძვირფასო საყვარელო მაყურებლებო, მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი და რაც გამოიწერთ მას შემდეგ, რაც გამოიწერთ ამ არხს, ეს გახდება თქვენი არხიც. დღეს მინდა დღევანდელი დღის რიტუალზე გესაუბროთ და რატო არის მნიშვნელოვანი დღევანდელ დღეს, რომ გააკეთოთ რიტუალები, რომლებიც მოგიტანთ კეთილდღეობას, სიკეთეს, ბარაქას, ჯანმრთელობას და იმ სასურველ რამეებს, რაც გინდათ. დღეს არის 25 თებერვალი 2025 წლის და არის სარკისებული ენერგია, რიცხვი. და იმეორებს სარკისებულად ენერგია 9-ს. 9 არის, აი ნუმეროლოგიურად რო ავიღოთ, ეს არის ბოლო ენერგია, რაც იმას ნიშნავს, რომ კულმინაცია არის და რაღაცა უნდა შეაჯამოს. ამ შეჯამების შედეგად, ჩემო ძვირფასებო, ბევრი რამე უნდა გავიდეს ჩვენი ცხოვრებიდან, ოღონდ გავიდეს ის, რაც არის ნეგატიური, არასასურველი და შემოვიდეს მათ ადგილას ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე, სიყვარული და ყველა ის სურვილი, რაც თქვენთვის კარგია და გინდათ. მე ახლა გასწავლით რაღაცა ძალიან კარგ, ძალიან ნათელ რიტუალს, მაგრამ მანამდე მინდა ერთი ან რამოდენიმე რჩევა მოგცეთ. ძალიან კარგია დღევანდელ დღეს, რომ დაასუფთავოთ სახლიდან გაიტანოთ ის ნივთები, რომელიც არ გჭირდებათ, მოანთავისუფლოთ ადგილი, სივრცე, რომ შემოვიდეს ის შემდეგ ის საგნები და ის ნივთები, რაც თქვენ გჭირდებათ. აუცილებლად ძალიან კარგია, რომ ილოცოთ, ოღონდ ტირილის და მოთქმით არა, ჩემო მეგობრებო, ბედნიერებით შესთხოვოთ უფალს ის, რაც გინდათ, ოღონდ ბედნიერი ენერგიით, ხო? ძალიან კარგია, რომ გააკეთოთ მიზიდულობის ენერგეტიკის სხვადასხვა პრაქტიკები, როგორც არის მაგალითად ოცნების რუკის შედგენა, ან უბრალოდ წარმოედგინოთ, რაც გინდათ, რომ იქ ხართ, იმას გრძნოთ, იმას განიცდით. მედიტაციისთვის არის არაჩვეულებრივი პერიოდი. და რა მინდოდა კიდე მეთქვა, წმენდის რიტუალისთვის. წმენდის რიტუალს აუცილებლად შემოგთავაზებთ, ასე რომ გამოიწერთ არხი, გააქტიურეთ ზარისხილაკი, რომ არ გამოტოვოთ ეს სიახლეები. ძალიან ძლიერი წმენდის რიტუალი უნდა გავაკეთოთ დღეს, აუცილებლად. ძალიან კარგი არის კიდე ბარაქის ამულეტების დამზადება დღევანდელ დღეს, ამ ენერგიის გაშვება. ამაზეც ჩავწერ შემდეგში ვიდეოს და ასე რომ ნახოთ და არ გამოტოვოთ. ახლა კი ის ძალიან კარგი ადვილი, ასე ვთქვათ, რიტუალი, რომელიც დღეს უნდა შემომეთავაზებინა. ბევრ ჩემ, ასე ვთქვათ, ადამიანს, ვინც ჩემთან თანამშრომლობს, ასე ვთქვათ, ვისაც ჩემგან წაუღია იღბლის გასაღები, მოიმარჯოს ეს იღბლის გასაღები, თუ არა აქვს ეს გასაღები, არაუშავს თავის სახლის გასაღები აიღონ მაშინ, ან ნებისმიერი გასაღები და ჩვეულებრივი კოვზი. ვიღებთ ამ კოვზს და ვაკაკუნებთ იმდენჯერ, რამდენი წლისაც ხართ, ხონ ცრულად, აი მაგალითად მე ახლა ვარ 50 რამდენი წლისა ვარ? 43 წლის და უნდა გავხდე 44 წლის. აი რომ უნდა გავხდე მაგდენჯერ არ, აი სრულად რამდენი წლისაც ხართ, იმდენჯერ უნდა დავაკაკუნოთ და შემდეგ ვთქვათ ის სიტყვები, რომელსაც მე ახლა ვიტყვი, მაგალითად. 1 2 ესე დავაკაკუნებ და ვიტყვით ამ სიტყვებს. ჩემ წინ იღება ჩემთვის სასურველი ყველა კარი. ჩემ წინ იღება ჩემთვის ბედნიერების მომტანი ყველა კარი. ჩემ წინ იღება ჩემთვის სიკეთეების მომტანი ყველა კარი. ამინ, ამინ, ამინ. ახდება. მადლობა სამყაროს. აი ესეთი მარტივი რიტუალია, ძალიან ძლიერი და ასევე ძალიან კარგია თუ დღეს დაიწყებთ მადლიერების წიგნის გაკეთებას. რას ნიშნავს ეს? უნდა შეიძინოთ ლამაზი წიგნაკი ბლოკნოტი, რომელიც მოგეწონებათ და ყოველდღე დაწეროთ რისთვის ხართ უფლის მადლიერი, რა მოხდება, შემდეგ
გავადრო, აუცილებლად შემოხმიანეთ და მომიყევით. იმიტომ რომ სასწაულებს ახდენს ეს პრაქტიკა და ზოგადად მადლიერებ სამყაროში. მე არ გემშვიდობებით დიდხანს, აუცილებლად ნახეთ შემდეგი დღევანდელი ვიდეოები, ძალიან საჭირო, მნიშვნელოვანი ვიდეოები იქნება, მათ შორის წმენდის რიტუალი, იმიტომ რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია წმენდის გაკეთება. ყველას არ აქვს ცხადია იმის ფუფუნება, რომ ინდივიდუალურად გააკეთოს ეს, ამიტომ გადავწყვიტე დღეს გამეკეთებინა საჯაროდ ეს წმენდის რიტუალი, რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. მიყვარხართ ძალიან, გემშვიდობებით. შემდეგ ვიდეომდე თქვენ ნათია შაი.